ჩანთის დასამზადებლად დაგვჭირდება 10 მმ-იანი მარგალიტები ერთი შეკვრა. ჩანთის ტონას ზუსტად ვიდეოს ბოლოს გეტყვით. 0.6 მმ-იანი ძუა, რომელიც არის მყარი და არაწელვადი. მე ქსოვისას ვიღებ დაახლოებით 4-5 მეტრ ძუას, ზოგჯერ უფრო მეტსაც, მაგრამ თავიდან ჯობია ნაკლები აიღოთ, რომ არ გაგეხლართოთ ერთმანეთში და ვიწყებთ ძუაზე 4 მარგალიტის ასხმით. ყოველ 4 მარგალიტს დავუძახებ რომბს. ბოლო მარგალიტში უნდა გავუყაროთ ძუის მეორე მხარე. გადავაჯვარედინოთ. ეს ორი ბოლო ერთად დავიჭიროთ და მარგალიტები ჩამოვასრიალოთ ქვემოთ. აი ეს არის პირველი რომბი, რომელიც გავაკეთეთ ასეთი ჯვარედინი ქსოვის ტექნიკით. რათა ადვილად გაგვეთანაბრებინა ძუის სიგრძე, შემდეგ რომბებს კი გავაკეთებთ მყარი ქსოვის ტექნიკით. მარჯვენა ძუაზე ვიღებთ ერთ მარგალიტს. ჩამოვიტანთ ბოლოში და შეგვიძლია აქ რამე დავადოთ სიმძიმე, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს. ძუის მეორე ბოლოს კი ავიღებთ 2 ცალ მარგალიტს. და ერთ ცალს ჩამოვაცურებთ ქვემოთ, მეორე მარგალიტში კი ძუის იგივე ბოლოს გამოვატარებთ. შევქმნით აი ასეთ ყურბს. და ამ ყურბში უნდა ამოვატაროთ ძუის მარჯვენა მხარე. აი ეს უნდა ამოვატაროთ აი აქ. შემდეგ კი გავქაჩავთ საწინააღმდეგოდ მიმართულებით, შედეგად ვიღებთ პატარა კვანძს აი აქ, რომელიც მარგალიტის შუაში უნდა მოვახვედროთ. დავიჭერთ 2 თილით მარგალიტს და მარცხნივ გავქაჩავთ ძუას და ეს არის ჩვენი 2 რომბი. ქსოვას ვაგრძელებთ იგივენაირად. მარჯვენა მხარეს 1 მარგალიტი. ხოლო მარცხენა მხარეს ვიღებთ 2 ცალს. ერთ მარგალიტს ჩამოვაცურებთ ბოლოში, ხოლო მეორეში ძუის იგივე ბოლოს გამოვატარებთ და გავაკეთებთ ყურბს, რომელშიც ამოვატარებთ მარჯვენა ძუას. შემდეგ გავქაჩავთ საწინააღმდეგო მიმართულებით, დავიჭერთ 2 თითით შუა მარგალიტს და გავქაჩავთ მარცხნივ, რათა კვანძი მოხვდეს მარგალიტის შუაში. ვაგრძელებთ იგივენაირად. სულ უნდა გავაკეთოთ 13 რომბიანი ჩანთა, ეს იქნება ჩანთის სიგრძე.
ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მარგალიტი ბოლომდე არ არის გახვრეტილი და საღებავი ფარავს ნახრეთს. ასეთ შემთხვევაში ჭხირით შეგვიძლია ჩავხრიტოთ მარტივად. ესეც ასე გავაკეთეთ 12 ცალი რომბი და მე-13-ს ვაკეთებთ ისე, რომ შემოაბრუნოთ ძუის მიმართულება. ამისთვის მარცხენა მხარეს სამივე მარგალიტს ავიღებთ მარცხენა მხარეს. და აი ამ მესამე ორ ცალს ქვემოთ ჩაუშვებთ და მესამე მარგალიტში გამოვატარებთ იგივე ძუის ბოლოს და ისევ ყულფის პრინციპით მარჯვენა ძუას ამოვატარებთ ამ ყულფში. საქმის გასამარტივებლად აი ასე ამოვატრიალებ და ორივე ძუას გავქაჩავთ, კვანძს მოვახვედრებთ მარგალიტში და ეს არის ერთი ზოლი 13 რომბიანი, რომელიც იქნება ჩანთის სიგრძე. შემდეგ მარჯვენა ქვედა ძუაზე უნდა დავიწყოთ ახალი მწკრივი და ყოველთვის ვიწყებთ 3 ცალი მარგალიტით. მესამე მარგალიტში იგივე ძუის ბოლოს გავატარებთ და ყულფში ამოვატარებთ ზედა მარცხენა ძუას. გავქაჩოთ და კვანძი დავაფიქსიროთ შუაში მარცხნივარის და გამოვქაჩოთ მარჯვენა ძუა. ეს არის მეორე მწკრივის პირველი რომბი. შემდეგ მარცხენა ძუა უნდა გავატაროთ ზედა მეზობელ მარგალიტში, რომ მეორე მწკრივი დავუკავშიროთ პირველს. აი ამ მარგალიტში გავატაროთ მარცხენა ძუა. და შემდეგი რომბისთვის უნდა ავიღოთ მარჯვენაზე 2 ცალი მარგალიტი, იმიტომ რომ 2 უკვე გვაქვს, რომბი კი შედგება 4 მარგალიტისგან. ორივეს ავიღებთ მარჯვენა ძუაზე, მეორეში გავუყრეთ იგივე ძუის ბოლოს, შევქმნით ყულფს და ამოვატარებთ მარცხენა ძუას. და გავქაჩოთ, დავაჭიროთ აი ამ მარგალიტს და ძუა გავქაჩოთ მარჯვნივ. შემდეგ ისევ მარცხენა ძუა დავაკავშიროთ პირველ ზოლს, ზედა მარცხენა მეზობელ მარგალიტში გავუყაროთ. და ისევ გავაგრძელოთ. მარჯვენა ძუაში ავიღოთ 2 ცალი მარგალიტი. ყველაფერს ვაგრძელებთ იგივენაირად და ბოლოში ისევ დაგვჭირდება ძუის მიმართულების შეცვლა.
გავაკეთებთ ბოლოს წინა რომბს. ისე მარჯვენა წვაში 2 ცალი მარგალიტი. იგივე ბოლო მარგალიტში ოლფი ამოტარება. გაქაჩვა და კვანძის დაფიქსირება. ბოლო რომბისთვის ისევ მარცხენა ძუა გავატაროთ ზედა მარგალიტში, რომ დავუკავშიროთ ერთი ზოლი მეორეს და ძუის მიმართულების შესაცვლელად და აი ასეთ ამოსასვლელად ზედა მარცხენა ძუაში ავიღებთ 2 მარგალიტს. ნაცვლად მარჯვენა ძვისა. მეორეში გამოვატაროთ იგივე ბოლო. ოლფი და ამოვატაროთ მარჯვენა ძუა. აი ასე ამოვატრიალოთ და დავაფიქსიროთ კვანძი. ესეც ასე გვაქვს უკვე 2 ცალი ზოლი. ასე უნდა გავაგრძელოთ ბოლომდე და გავაკეთოთ 18 მწკრივი. ახლა გასწავლით თუ რა უნდა გავაკეთოთ, როცა ძუის სიგრძე გაგვითავდა აღარ ყოფნის და უნდა დავამატოთ ახალი ძუა. აი ასეთი მდგომარეობიდან დავიწყოთ. ძუის ზედმეტ სიგრძეს მოვჭრი, რომ ხელი არ შემიშალოს და მარჯვენა ძუაზე ისევ ავიღებ 2 მარგალიტს. და ამჯერად ამ 2 ძუას უბრალოდ ერთმანეთზე გადავკვანძავ. ვკვანძავ 2 ჯერ, შემდეგ მეზობელ მარგალიტში ვატარებ ძუას და ვქაჩავ საპირისპირო მიმართულებით მარჯვნივ, რომ კვანძი დაიმალოს მარგალიტში. შემდეგ, როგორც ვიდეოშია, მეზობელ მარგალიტებში ვატარებ ძუის ორივე ბოლოს, ისე რომ ისევ ერთმანეთს შევახვედრო და კიდევ ერთხელ გავკვანძო. მეტჯერ ერთ ადგილას ვერ კვანძავ, იმიტომ რომ ძალიან მსხვილი ძუაა და უბრალოდ ვერ დაიმალება კვანძი ერთ მარგალიტში. ისევ ერთმანეთს შევახვედრე ძუის ბოლოები და კიდევ გავკვანძავ 2 ჯერ. და ამ კვანძსაც დავმალავ მარგალიტში. შემდეგ ისევ შეგვიძლია მეზობელ მარგალიტებში რამდენჯერმე გავატაროთ ძუა და შემდეგ შეგვიძლია მოვჭრათ. ან შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ეს გაკვანძვის პროცესი. ახლა კი უნდა დავამატოთ ახალი ძუა, აი ამ მარგალიტში გავუყრით და გავაგრძელებთ ჩვეულებისამებრ.
პირველ ჯერზე ამ მარგალიტში ვატარებთ, შემდეგ მარცხენა მხარეს ზედა მარგალიტში გავატარებთ. ორივე ბოლოს დავიჭერთ ერთად, რომ გავათანაბროთ. და შემდეგ ისევ გავაგრძელებთ მარჯვენა წვიდან. ძირითად ნაწილს თითქმის მოურჩი. ჩანთის სიგრძე, როგორც გითხარით, არის 13 რომბი, ხოლო აი აქ გვჭირდება 19, 6 იქნება ჩანთის სიმაღლე, ერთი გვერდი, 3 იქნება ძირი და ესეც შემდეგი გვერდი. დამრჩა ბოლო ზოლის გაკეთება და თქვენთან ერთად გავაკეთებ. ბოლო რომბის გაკეთებისას დაგჭირდება ძვის გაკვანძვა საბოლოოდ და დამალვა. ზედმეტ სიგრძეს მოვჭრი და როგორც გასწავლეთ, მარჯვენა მხარეს ავიღებთ მარგალიტს, ორ მარგალიტს და ძვის ორ ბოლოს, აი ამ ორ ზუას ერთმანეთზე გადავკვანძავთ. ორჯერ შემდეგ უნდა დავმალოთ აი ამ მარგალიტში უნდა დავმალოთ კვანძი, ძუას გავატარებთ და გავქაჩავთ, რომ კვანძი დაიმალოს. შემდეგ მეზობელ მარგალიტებში გავატარებთ ორივე ბოლოს და კიდევ ერთხელ გავკვანძავთ. აი ასე შეხვდა ორი ბოლო ერთმანეთს და ისევ გადავკვანძოთ ორჯერ. და ისევ დავმალოთ კვანძი, შემდეგ კი შეგვეძლება რომ რამდენიმე მეზობელ მარგალიტში გავატაროთ ბოლოები და მოვჭრათ.
ესეც ასე გავაკეთეთ 8 რომბის სიმაღლის, ასე გადავითვლით 8 რომბს და შემდეგ ასე გადმოუკეცავთ. შემდეგი 3 არის ძირი და ისევ გადმოუკეცავთ. ესეც ასე. ჩვენი შემდეგი მიზანია, რომ ავაშენოთ დანარჩენი 2 გვერდი. ამისთვის აი ეს 2 მარგალიტი ერთმანეთს დავაკავშიროთ, გვერდი და ძირი ერთმანეთს დავაკავშიროთ და ამ 2 მარგალიტში ძუის გაყრით ვიწყებთ. ავიღოთ ძუა. და გავატაროთ გვერდის ბოლო და ძირის პირველ მარგალიტში. მოკლედ, სადაც გვერდი და ძირი ერთმანეთს ხვდება. შემდეგ საჭიროა ძუის გათანაბრება, რომ ორივე მხარეს თანაბარი ზომა იყოს, სიგრძე. შემდეგ კი მარჯვენა ზედა ძუაში ვიღებთ ორცალ მარგალიტს. მეორე მარგალიტში იგივე ძუის ბოლოს გავაკეთებთ ყულფს, როგორც უკვე ვიცით და ამ ყულფში ამოვატარებთ მარცხენა ქვედა ძუას. გავქაჩავთ და კვანძს დავაფიქსირებთ მარგალიტის შუაში. აი ეს არის პირველი რომბი. შემდეგ ასე უნდა გავაგრძელოთ. მარცხენა ქვედა ძუა უნდა დავაკავშიროთ აი მეზობელ ზედა მარგალიტში. გავუყაროთ და შემდეგ ისევ მარჯვნივ ზედა ძუაში ავიღოთ 2 მარგალიტი ისევ. ესეც არის ჩვენი მეორე რომბი, ხოლო ბოლო რომბისთვის მარცხენა ძუა უნდა გავატაროთ, უნდა დავაკავშიროთ ძირსაც და გვერდსაც, ამიტომ უნდა გავატაროთ ქვედა მარგალიტშიც და აი ამ გვერდითა მარგალიტშიც. ახლა ნახავთ. ეს არის 3 ცალი მარგალიტი და რომბისთვის გვჭირდება მე-4. ამისთვის ეს ქვედა ძუა გავატაროთ აი მარგალიტშიც. ესეც ასე და იგივე ძუაზე შეგვიძლია ავიღოთ 1 ცალი მარგალიტი, რადგან რომბს აკლია 1 მარგალიტი. და მეორე ბოლო ამოვატაროთ. ესეც ასე, ეს არის პირველი მწკრივი. შემდეგ მიმართულებას ვცვლით და აქეთ მხარეს მივდივართ. ამისთვის მარცხენა ძუას გავუყრით ზედა გვერდითა მარგალიტში და ამჯერად ამავე ძუიდან გავაგრძელებთ მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობას. ჯერ 2, შემდეგ ისევ 2 მარგალიტის დამატება და ბოლოს უკვე 1.
და ბოლოსაც მივაღწიეთ. ერთი მარგალიტის დამატება დაგვრჩა, მარცხენა მხარეს ვიღებ ერთ მარგალიტს. თუ იგივე ბოლოს გამოვატარებ თავ მარგალიტში და მოვატარებ ყლუპში მარჯვენა მხარეს, მარჯვენა ძუას. გავაკაჩავთ და დავაფიქსირებთ კვანძს. შემდეგ დადგა გვერდის შეკეცვის დრო, აი ასე უნდა შევკეცოთ. ამისთვის მარცხენა ძუას გავატარებთ აი ამ ორ მარგალიტში. და იგივე ძუაზე ავიღოთ ერთი ცალი მარგალიტი. იგივე მარგალიტში, იგივე ძუის ბოლო გავატაროთ და ყლუპში ამოვატაროთ მარჯვენა მხარე. შემდეგ ასეთი მოძრაობით გავქაჩავთ და ასე შეიკეცება გვერდი. შემდეგ ეს ორი ძუა, მარცხენაც და მარჯვენაც, უნდა გავატაროთ ქვედა მეზობელ მარგალიტებში. მარჯვენა მარჯვენაში, ხოლო მარცხენა მარცხნივ. და დრო ისევ დავამატოთ კიდევ მარგალიტი ერთი ცალი მარცხნივ, იგივე ძუის ბოლო იგივე მარგალიტში გავატაროთ და ამოვატაროთ მარჯვენა მხარე ყლუპში. დავაფიქსიროთ კვანძი. გავაკეთეთ ერთი რომბი და კიდევ ერთი გჭირდება ერთი მარგალიტის დამატება აი აქ. ამისთვის მარჯვნივ და მარცხნივ გავატაროთ მარჯვენა და მარცხენა ძუები. ისევ ერთი მარგალიტი ავიღოთ მარცხნივ და ამჯერად ეს ორი ძუის ბოლო ერთმანეთზე გადავკვანძოთ. გავკვანძოთ ორჯერ. ძუის ზედმეტ სიგრძეს მოვჭრი. და კვანძს დავმალავ ქვედა მარგალიტში. გავკაჩოთ მარცხნივ და დაიმალება. შემდეგ ძუას გავატარებთ აი მარცხენას ზემოთ. ხოლო მარჯვენას გავატარებთ მარჯვენა მარგალიტში ზემოთ. ვცდილობ რომ მარჯვენა ძუა მარცხნივ გავატარო. გაატარეთ და გაკვანძეთ იქით ამ მხარეს, როგორც მოგიხსენებათ. ამ შემთხვევაში არ გამომივიდა თავიდან. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც გამოვატარე და კიდევ ერთხელ გავკვანძე და შემდეგ როგორც ვიცით ისე რამდენიმე მეზობელ მარგალიტში ვატარებ.
საჭრელად შიდა მხარეს გავატარე ძუა და ისე მოვჭერი, რომ მოჭრილი ნაწილი ჩანთის შიდა მხარეს დარჩეს. და ესეც ასე ჩანთის ერთი გვერდი მზად არის. აი ორი რომბით გვაქვს შეკეცილი გვერდი. მეორე მხარესაც ვაკეთებთ ზუსტად იგივეს. აი ამ ორ მარგალიტს შევაერთებთ, ამ ორ მარგალიტით შევაერთებთ გვერდს და ძირს. შემდეგი რაც უნდა ვისწავლოთ არის სახელური. ერთ მხარეს მაქვს გაკეთებული ნახევარი 1 2 3 4 5 6 7 8 და 9 რომბიანი არის. მეორე მხარეს გავაკეთებ თქვენთან ერთად. ავიღოთ ძუა. ამ შემთხვევაში სახელურისთვის ავიღებ 0.5 მმ-იან ძუას, რადგან ისეთი სიმყარე არ არის საჭირო და სამუშაოთაც მარტივი იქნება. ვიწყებთ აი ამ მარგალიტიდან. გავატარებთ ძუას. სიგრძეს გავათანაბრებთ. მარჯვენა მხარეს ავიღოთ 3 ცალი მარგალიტი. მესამე მარგალიტში იგივე ძუის ბოლო გამოვატაროთ. შევქმნათ ყულფი და ამ ყულფში ამოვატაროთ მარცხენა ძუა. ეს არის პირველი რომბი. პირველი მწკრივის პირველი რომბი. ახლა ეს რომბი უნდა დავაკავშიროთ ძირს, ამისათვის მარცხენა ქვედა ძუას გავატარებთ აი ამ მარგალიტში, ქვედა მარცხენა გვერდითა მარგალიტში. შემდეგ მარჯვენა ძუაზე ვიღებთ ამჯერად 2 ცალ მარგალიტს. მეორეში გამოვატაროთ უკან იგივე ძუის ბოლო და ყულფში ამოვატაროთ მარცხენა ძუა. შემდეგ იგივეს ვაკეთებთ. მარცხენა ქვედა ძუას ვატარებთ. ცოტას მოვაახლოვებ უკეთესად დასანახად. აი მარცხენა ქვედა ძუას ვატარებთ მარცხნივ მდებარე ქვედა მეზობელ მარგალიტში. ეს იყო მეორე რომბი. ჩვენ ვაკეთებთ ასე ვთქვათ წრეს, რომელიც არის უფრო ოთხკუთხედს, რომელიც არის 4 რომბისგან შემდგარი. ეს იქნება მესამე, ისევ 2 მარგალიტი ავიღეთ. და დაგვრჩა 1 რომბის დამატება. მარცხენა ძუას გავატარებთ ამ შემთხვევაში 2 მარგალიტში, ქვედა და მარცხენა ზედაშიც. ჯერ გავატაროთ ქვედა მარგალიტში. ხოლო შემდეგ აი აქ.
ამ რომბს უკვე აქვს 3 მარგალიტი, შესაბამისად ერთის დამატება ჭირდება, მარცხენა ძუაზევე ავიღებთ ერთ მარგალიტს, იგივე ძუის ბოლოს გამოვატარებთ უკან და ყურბში ამოვატარებთ მარჯვენა მხარეს. ეს არის პირველი მწკრივი. ოთხი კედელი აქვს, 4 რომბისგან შემდგარი ოთხკუთხედია მოკლედ. შემდეგ მარჯვენა მხარეს ისევ ავიღებთ ახალი რიგის დასაწყებად 3 ცალ მარგალიტს. იგივე ძუა გამოვუყაროთ მესამე მარგალიტში და ყურბში ამოვატაროთ მარცხენა მხარე. მარცხენა ძუა კი დავაკავშიროთ პირველ მწკრივთან, მარცხენა ქვედა მარგალიტში გაყრით. შემდეგ ვაგრძელებთ, მარჯვნივ ავიღებთ 2 ცალს. მეორეში იგივე ძუის ბოლო გამოვატაროთ და ყურბში ამოვატაროთ მარცხენა მხარე. ყველაფერს ვაკეთებთ იგივენაირად, როგორც გავაკეთეთ პირველ მწკრივზე. დავბრუნდით და გავაკეთეთ უკვე 8 ცალი მწკრივი ერთ მხარეს, რომელიც თავიდან გაკეთებული მყავდა არის 9 მოკლედ და მეორე მხარეს არის 8. აი აქ არ ვიცი ამდენჯერ რატო ვითვლი და რამდენჯერ ამერია, მაგრამ ალბათ დამოვლია. მოკლედ მარცხენა მხარეზე რომ გავამზადე ძუა მოუჭერი, გავკვანძე და მოუჭერი და დავამალე როგორც უკვე ვიცით. და ახლა დროა რომ ეს ორი მხარე ერთმანეთზე შევაერთოთ. და ეს იქნება, ასე ვთქვათ, მარჯვენა მხარის მე-9 მწკრივი. გამოვა რომ ორივე მხარეს იქნება 9 და 9, ანუ საერთო ჯამში 18 მწკრივი. აი ასე უნდა შევაერთოთ, რომ წარმოიდგინოთ რომბი, 2 მარგალიტი უკვე გვაქვს და ზედა და ქვედა მხარეს გვაკლია. ამისათვის ეგ მარცხენა ძუაში ავიღებთ ერთ მარგალიტს და აი აქ გავატარებთ, აი ასე რომ წარმოიდგინოთ,
იგივე ძუას, მარცხენა ძუას გავატარებთ. ეს არის რომბის მესამე მარგალიტი და გვჭირდება მხოლოდ ერთი. იგივე მარცხენა ძუაში ერთი მარგალიტი გავატაროთ და უბში ამოვაторოთ მარჯვენა მხარე. ახლა ასე ვთქვათ, ორივე მხარეს ერთმანეთზე სახელმწიფოს მხარეებს ერთმანეთზე ვაგებთ. ეს არის პირველი რომბი. შემდეგი ნაბიჯია. აი 1, 2, 3 მარგალიტი გვაქვს, ერთი გვჭირდება ზემოთ, ხო? პირველ რიგში მარცხენა და მარჯვენა ძუა, ზედა მარცხენა და მარჯვენა მარგალიტებში უნდა გავატაროთ. რომ დავუკავშიროთ გვერდები ერთმანეთს. მარცხენას მარცხენაში ვატარებთ და მარჯვენას მარჯვენაში. და შემდეგ მარცხენა მხარეზე ავიღებთ ერთ სამ მარგალიტს ისე. იგივე ბოლოში გავატარებთ. იგივე მარგალიტში გავატარებთ ძუის ბოლოს და უბში ამოვატარებთ მარჯვენა მხარეს. ეს არის მეორე რომბი. სიმყარისთვის კარგად უნდა გავხაჩოთ, რომ დაფიქსირდეს. თავიდან შეიძლება ცოტა რბილი იყოს, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც გაამაგრებთ ბოლოს შეკვრისას. აი ეს ორი მარგალიტებია, რომლებშიც უნდა გავატაროთ მარჯვენა და მარცხენა ძუა. მარჯვენა მარჯვენა, მარცხენა მარცხენა. და ისევ ერთი მარგალიტი დავამატოთ. ამოვაторოთ მარჯვენა ძუა. და მოდი აქ გადმოვაბრუნებ, რომ უფრო გამიმარტივდეს და თქვენთვისაც თვალსაჩინო იყოს. ასე იქნება ბოლო რომბი. ახლა მარჯვენა და მარცხენა ძუა აი ამ მარგალიტებში უნდა გავატაროთ. მხოლოდ აქ დაგვრჩა დაკავშირება. ასე და შემდეგ ზედა შუა მარგალიტში ორივე მხარეს გავატარებთ. მარჯვენას მარცხენა მხრიდან გავატარებთ. მარცხენა მხარეს. ხოლო მარცხენას მარჯვნივ გავატარებთ. აქ ჭხირი დავიხმაროთ. გავკაჩოთ კარგად. თითქმის მზადაა. მარჯვენა ძუას აი ამ ორ მარგალიტში გავატარებ. ხოლო აი ქვედა ძუას აი ამ მარგალიტში და ძუის ორ ბოლოს შევახვედრებ ერთმანეთს, რომ გავკვანძო. ეს ძუა არ არის ისეთი მსხვილი და შეგვიძლია რომ რამდენჯერმე გადავკვანძოთ. ზედმეტ სიგრძეს მოვჭრი კომფორტისთვის და ამ მარგალიტში დავმალავ კვანძს.
შემდეგ კიდევ ერთხელ ვაპირებ, რომ რამდენიმე მარგალიტში გავატარო. კიდევ ერთხელ შევახვედრო ძუის ორი მხარე ერთმანეთს და კიდევ ერთხელ გავკვანძო და შემდეგ იქნება მოჭრის დრო. აი აქ კიდევ ერთხელ კვანძავ. და ესეც ასე ჩანთის სახელურიც მზად არის. შემდეგი ეტაპის დაწყების დროა, რომელიც არის გადმოსაფარებელი. ამისთვის ორივე ბოლოდან გადმოვითვლი 4 მარგალიტს და მე-4 მარგალიტზე დავიწყებ გადმოსაფარებლის დამზადებას. ორივე მხრიდან უნდა გადმოვითვალოთ ერთი და იგივე რაოდენობა, რომ თანაბრად იყოს. მე-4 მარგალიტში გავუყრით ძუას. აქაც შეგვიძლია გამოვიყენოთ 0.5 მმ-იანი ძუა. გავათანაბროთ ბოლოები და მარჯვენა მხარეს ავიღოთ ახალი მწკრივის დასაწყებად 3 ცალი მარგალიტი. და ამოვატაროთ მარცხენა ძუა. ჩვეულებისამებრ გავქაჩოთ და დავაფიქსიროთ კვანძი. ეს არის პირველი რომბი, შემდეგ მარცხენა ძუა დავაკავშიროთ ჩანთის ძირს, აი ამ მარგალიტში გატარებით. ახლა მარჯვენა ძუაზე ავიღოთ ამჯერად 2 მარგალიტი. და ამოვატაროთ მარცხენა მხარე. ეს იგივე პრინციპია, როგორც ვაკეთებდით ჩანთის ძირითად ნაწილს. საძირკველს, ასე ვთქვათ. იგივე პრინციპია ბოლოში რომ გავართ, შემდეგ მოგვიწევს რომ მოვტრიალდეთ. გავედი თითქმის მწკრივის ბოლოში, ეს არის ბოლოს წინა რომბი.
გამოგვდის სულ 7 რომბიანი მწკრივი. ეს არის მარცხნიდან მეოთხე მარგალიტი. აქ მთავრდება მწკრივი და შესაბამისად გვიწევს მიმართულების შეცვლა. ამისთვის როგორც ვიცით, ამჯერად მარცხენა ძუაზე ავიღებთ ორივე მარგალიტს და აქეთ მხარეს გავაგრძელებთ ქსოვას. და ყველაფერს ვაგრძელებთ იგივენაირად. ცოტა გადავახტეთ. ესეც ასე. გაკეთებული გვაქვს 1, 2, 3, 4 მწკრივი. და რომ მოვაზომავთ თითქმის ბოლომდე, აი ასე უნდა გადმოდიოდეს და აქედან უკვე დავიწყებთ გვერდების რომბების შემცირებას და შესაბამისად გამოგვივა სამკუთხედი დაწვეტებული ფორმა გადმოსაფარებლის. ეს იქნება ბოლო რომბი, რომელსაც ისევ მიმართულებას უცვლით ჩვეულებრივ. და შემდეგი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ეს ორი ძუა მოექცეს აი ამ მარგალიტში. ამისათვის მარჯვენა მხარე უნდა გავატაროთ აი აქ. შემდეგ აი აქეთ პატარა წრეს დავარტყავთ, ისე რომ ჩვენთვის სასურველ მარგალიტში მოვხვდეთ. აი აქ ქვემოთ და შემდეგ აი აქ მარცხენა მხარეს. ასე ერთი ძუა უკვე მოხვდა. ხოლო მეორე აი ეს მარცხენა ძუა აი აქ და აქ უნდა გავატაროთ. ძუები სასურველ პოზიციაზეა და დავიწყოთ ახალი მწკრივი მარცხენა ძუიდან. 3 მარგალიტი ავიღოთ. მესამეში იგივე ძუის ბოლო და ყუთში ამოვატაროთ მარჯვენა მხარე. გავქაჩოთ, დავაფიქსიროთ კვანძი. ჩვეულებრივ დავაკავშიროთ წინა მწკრივს და გავაგრძელოთ ქსოვა.
ქსოვას ვაგრძელებთ ბოლოს წინა რომბამდე და აი აქ უკვე ბოლოს წინაზე ვატრიალებთ მიმართულებას. ამისთვის მარჯვნივ ვიღებთ ორ ცალმარგალიტს. ასე გამოვიდა, რომ წყლების რაოდენობა შევამცირეთ. ესე სამკუთხედად იქნება ბოლოს რომ დავასრულებთ. ახლა აი ამ მარგალიტში უნდა მოვხდეთ. ამისთვის იგივეს გავიმეორებთ, რაც წინაზე გავაკეთეთ. მარჯვენა ძუას გავატარებთ აი აქ ზემოთ, შემდეგ აქეთ, ქვემოთ, და მარცხნივ უკვე იმ მარგალიტში, რომელში მოხვედრაც გჭირდება. ერთი ძუა ადგილზეა და ახლა მეორე მხარე. გავატაროთ ზემოთ. მარცხნივ. ქვემოთ და მარჯვნივ. ბოლოს უკვე იმ მარგალიტში, რომელიც გჭირდება. და ძუები სასურველ პოზიციაზე. ახლა ისე ვიწყებთ ახალი მწკრივის გაკეთებას მარჯვენა ძუით. 3 მარგალიტი ავიღოთ. ეს მეორე რომბი და უკვე ბოლოს წინაზე ვართ. ამ შემთხვევაში ამ მწკრივისთვის ბოლოა და უნდა შემოაბრუნოთ მიმართულება ისევ ძუის. მარცხნივ ავიღებთ ამჯერად ორ ცალ მარგალიტს. აი ასე და დაგვრჩა სულ ერთი რომბის გაკეთება. და ისევ გვიწევს მიმართულების ძუის მდებარეობის შეცვლა. იგივენაირად, როგორც წინაზე გავაკეთეთ, მარჯვენა ძუას მაგალითად გავატარებთ ჯერ ზემოთ, შემდეგ მარჯვნივ. ქვემოთ და მარცხნივ, რომ ამ 3 რომბიდან ახლა ბოლო მწკრივი არის 3 რომბიანი. შემდეგი მწკრივი უნდა იყოს უკვე ერთიანი. მოკლედ აქ ძუის მდებარეობას ისე და ისე. ისე რომ ძუები ორივე ბოლო აღმოჩნდეს შუა მარგალიტში.
ახლა კი მარცხენა მხარეზე სამივე მარგალიტი ავიღოთ მარცხენა მხარეზე. და რადგან ეს არის ბოლო რომბი, შეგვიძლია ეს ორი ძულა პირდაპირ ერთმანეთზე გადავკვანძოთ. და კვანძს მალავ აი ამ მარგალიტში. მარჯვენა მხარეს შუა მარგალიტში ვატარებ. რატომღაც აი ამ მარგალიტში ვცადე ის კვანძის დამალვა, თუმცა ბოლოს ისევ პირველად სადაც ვაპირებდი იქ გამომივიდა, აი აქ ვუყრით და ვქაჩავთ და გამოვიდა რომ დაიმალა კვანძი, ამას აქეთ გავატარებ, შემდეგ ზემოთ და შუაში ისევ ზემოთ და სამეზობლოში მოკლედ. სადაც გამოგივათ, იქით გაატარეთ. ზოგჯერ ეს მარგალიტები ისე შეღებილი, რომ ხელს გიშლის. ძუის გატარება ძნელი ხდება, აი თავიდანვე თუ კარგად არ ჩახვიდეთ ის მარგალიტები, რომლებიც არ არის კარგად გახრეტილი, შემდეგში ნამდვილად შეგიშლით ხელს. ჩხირის საშუალებით შეგიძლიათ ჩახვიდოთ კარგად. გადაგვინდა კამერა. მეზობელ მარგალიტებში გავატარე ესეც რამდენიმეჯერ და მოვჭერი. ესეც ასე მზად არის, თავსაფარი და ბოლო ეტაპი ჩანთის ესე ვთქვათ იქნება, რომ დავამაგროთ აი აქ შესაგრავი. მაგრამ მოდით ჯერ დავამაგროთ რგოლები, ასეთი რგოლებია, რომლებსაც ასე მარტივად გახსნით, ხელის დაჭერით იხსნება და ამოვატარებთ აი ამ რომბის შუაში. ორივე მხარეს გავუკეთოთ. და ახლა შესაკრავის ჯერით დადგა. ასეთი მაგნიტური შესაკრავი მაქვს. აი ეს გვერდები უნდა დაუბრტყელოთ, გადავკეთოთ საწინააღმდეგო მიმართულებით. უпроსტად ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით, რამე დაიხმარეთ რომ დააბრტყელოთ. მაგრად ვითვალკეთებდი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ბრტყელ ტუჩას გამოიყენოთ.
და აი ესე. ეს მაგრდება ქვემოთ მხარეს, ხოლო ეს აი აქ ზემოთ. ზედა მხარე უკვე ვიცით, სადაც ვაკეთებთ, ახლა ვატოლებ, რომ შიდა მხარესაც იგივე გამოვიდეს. აი აქ კეთდება. სინჯა ახლა გადმოფარებული როგორ დადგება. ზემოდანაც და შიგნიდანაც ერთ და იგივე მხარეს რო დავამაგროთ შესაკრავები. აი აქ გამოვიდა ამ რომბის შუაში. შეგიძლიათ პარალელურად უფრო სიზუსტისთვის გვერდებიდან გადმოითვალოთ მანძილები და იგივე მანძილზე უნდა იყოს დამაგრებული. ვარირება მხოლოდ შეგიძლიათ ზემოთ ან ქვემოთ. მაგალითად მესამე რომბზეა ახლა ამ სიგრძეზეა. შესაკრავის ქვედა ნაწილში გავატარებ, ამ გადმოკეცილ მხარეებში გავატარებ ძუას. არ გჭირდება დიდი, 9 მეტრი აიღეთ. და აი ნახეთ, აი ამ მარგალიტში უნდა გავატაროთ აქეთ იქიდან ძუის ორივე ბოლო, ერთი ბოლო მარცხნიდან გავატაროთ, ხოლო მეორე მარჯვნიდან. აი ეს არის და სიმყარისთვის აი მარჯვენა მხარეს კიდევ ერთხელ გავატარებ შესაკრავში და ისევ გავატარებთ იმ მარგალიტში მარცხნიდან მარჯვნივ გავქაჩოთ და შემდეგ ზედა მეზობელ მარგალიტებში გავატარებთ მარჯვენას მარჯვნივ, მარცხენას მარცხნივ. მარჯვენა ძუა გავატაროთ მარჯვნივ და ზემოთ, ხოლო მარცხენა ძუა გავატაროთ მარცხნივ და ზემოთ. აქედან უკვე შეგვიძლია ისე გავაგრძელოთ, როგორც უკვე ვიცით, ძუები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და გადაიკვანძონ ერთმანეთზე. აი ასე, აქ შეგვიძლია უკვე გავკვანძოთ. კვანძს დავამალავთ, შემდეგ რამდენიმე მეზობელ მარგალიტში გავატარებთ, შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავკვანძოთ. ანუ კიდევ ერთხელ შევავხედროთ ძუები ერთმანეთს და ისევ გავკვანძოთ. და შემდეგ მოვუჭრათ. ოკეი, აქეთ ამ მხარეს არ გამოვიდა გატარება. შესაბამისად, აქეთ გავატარებ.
ოკეი, შესაკრავის ერთი მხარე დავამაგრეთ. ეხლა ბალანსისთვის ისევ ავიღებთ ძუას, მოკლეს და გავატარებთ ისევ შესაკრავში. და აი ერთი წამით აი ამ მარგალიტში ორივე მხრიდან მარჯვენას გავატარებთ მარჯვნიდან მარცხნივ, მარცხენას გავატარებთ მარცხნიდან მარჯვნივ. გავაორმაგოთ ძუა, მარჯვენა მხარეს გავატარებთ ისევ მარცხნივ შესაკრავში და შემდეგ მარცხნიდან მარჯვნივ მარგალიტში. მოკლედ იმდენი მარცხენა მარჯვენა ვთქვი, მე თვითონაც ამერია, მე მგონი უკვე ვიდეოზე იმედი მაქვს კარგად ჩანს. მარჯვენა ძუას გავატარებთ ზემოთ და მარჯვნივ. მარცხენას გავატარებთ ზემოთ და მარცხნივ. ისევ როგორც პირველ ჯერზე შევახვედროთ ერთმანეთს ძუის ბოლოები და გავკვანძოთ. სად არის? მოვჭერით. ახლა დაგვრჩა რომ აი ამ რომში შუაში დავამაგროთ შესაკრავის ზედა ნაწილი უკვე. ზუსტად იგივენაირი პრინციპით. ესეც დავამაგრეთ. გადავახტი. არ გაწვალეთ ბევრი. ზუსტად იგივენაირად დაამაგრებთ. და აი ასე შეიკრება. ჩანთა თითქმის მზად არის. დარჩენილია მხოლოდ გრძელი სახელური ხარზე გადასაკიდებლად, რომელსაც გავაკეთებთ ძალიან გრძელი ძუით. აი არ ვიცი რამდენს ვიღებ ხოლმე. რამდენს გჭირდებათ ზომაში, ალბათ მინიმუმ არის 1 მეტრი. რაც დაგჭირდებათ რომ იყოს გრძელი სახელური. ეს უნდა გაასამამაგოთ მინიმუმ. რაც მეც აიღებთ უკეთესი რომ მე არ დაგაგოდეთ 5 მეტრამდე თუ საშუალება გექნებათ რომ აიღოთ და ისე რომ არ გაგეკვანძოთ და არ გადაგეხლათოთ ერთმანეთში აიღეთ. ჩამოვჭი მოკლედ. ძუა გავატარებთ ამ გოლში და ერთ მხარეს ავიღეთ მარგალიტები, რომლებიც ამჯერად არის 0.8 მმ-იანია მარგალიტები, უფრო წვრილით ვაკეთებთ სახელურს და ავიღეთ პირველ ჯერზე 5 ცალი მარგალიტი, მეხუთე მარგალიტში მეორე მხარეს გამოვუყრით. ძლივს უკვე ბოლო.
აი ესე, დავატოლებთ ორივე ბოლოს ერთმანეთზე და გავათანაბრებთ. მე მგონი ძალიან დიდი ძუა არ მაქვს აღებული, ალბათ 3 მეტრი იქნება. მართლა არ მახსოვს ზუსტად. ეს არის პირველი, რა დავარქვა ახლა ამას, რომბი არ არის. 5 მარგალიტისგან შემდგარი 5 კუთხედი. შემდეგი, რასაც ვაკეთებთ, არის მარჯვნივ ავიღებთ 2 ცალ მარგალიტს. ჩამოვიტანოთ ბოლოში და მარცხენა მხარეს ავიღოთ 3 ცალი. და მესამეში იგივე მარგალიტის ბოლო გამოვატაროთ, რათა შევქმნათ ყულფი და მყარად მოვგზავნოთ უფრო, ასე უფრო გაგიმარტივდებათ, არ გაგეშლებათ ხოლმე აი ეს თქვენი გაკეთებული რომბები თუ 5 კუთხედები, რა თქვია. ამ შემთხვევაში უკვე არის 6 კუთხედი. პირველი ავიღეთ 5 ცალი მარგალიტი, იმიტომ რომ სილამაზისთვის, რგოლთან უფრო მჭიდროდ ყოფნისთვის ეს 5 ცალი კარგად ჩნდებოდა. აი ეს არის უკვე 6 ცალი მარგალიტისგან შემდგარი 6 კუთხედი. ვაგრძელებთ, მარჯვენა მხარეს ვიღებთ 2 ცალს და მარცხნივ 3 ცალს. 3 + 2 5 და 1 ცალი, რაც ძირზე გვაქვს, უკვე ეგ არის 6. ეს 2 ჩამოვიტანოთ ბოლოში, მარცხენა მხარეს ავიღებთ 3. და მესამეში იგივე ძუის ბოლო გამოვატაროთ და უკში ამოვატაროთ მარჯვენა მხარე. აი ასე ვაგრძელებთ უსასრულობამდე. ჩემთვის ყველაზე მოსაწყენი ეტაპი მე მგონი ეს არის. იმიტომ რომ სულ ერთ და იგივე საკეთებ და სიგრძეს მუდმივად ვზომავ ხოლმე, აი თუ მორჩა და ბოლოს უკვე მიღლები ხოლმე. აი ასე უნდა გავაგრძელოთ და შემდეგ შევაერთოთ მეორე რგოლთან. არ ვიცი, რამდენი 6 კუთხედის გაკეთება დაგჭირდებათ, გააკეთეთ. რამდენის თქვენ გულს გაეხარდება, იმის მიხედვით თუ როგორ გენდომებათ მხარზე გედგეთ, აი რამ სიგრძე იყოს. მე უკვე კარგად გრძელი გავაკეთე და მხარზეც მოვიზომე. რამხელა მინდოდა რომ ყოფილიყო და უკვე საკმარისი სიგრძე გამომივიდა. ზედმეტი ძუის სიგრძეს მოვჭრი. ხელი რომ არ შემიშალოს. და ძუის ერთ-ერთ მხარეს, აი ახლა მარცხნივ ავიღებთ 4 ცალ მარგალიტს. ეს არის უკვე ბოლო 5 კუთხედი. მეხუთე გვაქვს ძირზე. აი ასე. და ახლა ძუის 2 ბოლო უნდა გადავკვანძოთ ერთმანეთზე. სახელურისთვის გამოვიყენე 0.6 მმ-იანი ძუა. აქ
გაკვანძვები და კვანძის დამალვები ცოტა რთული იქნება, მაგრამ გამოგივათ, დარწმუნებული ვარ. აი აქ ვატარებ და მალავ კვანძს. ხო, ის არ მithქვამს მე მგონი, რომ ხელები თითები ძალიან გეტკინებათ ამ ძუის კაკაჩვით და კარგი იქნება თუ სანდავიგებს დაიკრავთ, ან რაიმეს ნაჯერს შემოიხვევთ, რომელიც კომფორტული იქნება. მე მგონი ეგ დასაწყისში უნდა მეთქვა. როგორც იქნა ერთი ორგან გავატარე და მოვჯერე. გავასწოროთ ეს სახელურით და ჩამოვაცვათ რგოლს. ესეც ასე. იმედი მაქვს, მოგეწონებათ ვიდეო და თუ რამეს ვერ გაიგებთ, აუცილებლად დამიკომენტარეთ. ой, ხო, აწონვა დამავიწყდა. მოდი ახლა ავწონოთ და გავიგოთ რამდენი მარგალიტები დავხარჯეთ. ესეც 10 მმ-იანი მარგალიტის ჩანთის და 8 მმ-იანი მხარზე გადასაკიდებლის წონები.